ქართულ ოცნებას ახალი თავმჯდომარე ჰყავს მმართველმა პარტიამ ცოტა ხნის წინ რიგით მეცხრე ყრილობა გამართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს. ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას მეორედ შეასრულებს, ის ამ პოზიციას 2021-2024 წლებში იკავებდა. ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც წინა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა. ყრილობაზე ასევე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს და მიმდინარე მოვლენებზე ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. დღეს იმართება იმ პარტიის მეცხრე ყრილობა, რომელმაც მისი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეძლო ეროვნული და გარეძალებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების პრეცედენტის შექმნა, რაც თავის მხრივ მშვიდობის, ქვეყნის განვითარების, გაერთიანების, მისი შემდგომი შეუქცევადი განვითარების ურყევი საფუძველია. ქართულმა ოცნებამ, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხთან ერთად მიაღწია ქვეყნის დამოუკიდებლობის იმ ხარისხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამაყად თქვათ. დღეს საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია ბატონი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა. წესდების შესაბამისად გთხოვთ კენჭი ვუყაროთ ბატონი ირაკლის კანდიდატურას. დიდი მადლობა. წინააღმდეგი ხომ არ არის იმე რესურსი არ ჩანს ამისი, როგორც ხედავთ. დიდი მადლობა. ყრილობის გადაწყვეტილებით ბატონი ირაკლი კობახიძე ერთხმად არჩეულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარედ. გილოცავთ ბატონო ირაკლი. ღირსეულ ადამიანს, უღალატო თანამებრძოლს და მეგობარს წარმატებას გისურვებთ ამ ურთულესი გამოწვევებით სავსე პოლიტიკურ საქმიანობაში. ქართული ოცნების თავმჯდომარეობა არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამასთან ერთად ეს არის ბუნებრივად ძალიან დიდი პატივი და ამისათვის მხარდაჭერისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის თითოეულ თქვენგანს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში თავმჯდომარეობდა პარტიას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გასულ წელს ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში. ასევე მადლობა მინდა მას გადავუხადო ყველა იმ დამსახურებისთვის, რომელიც ქვეყნისა და პოლიტიკური გუნდის წინაშე უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე მრავალწლიანი მოღვაწეობისას იუწყვის. შესრულდა 13 წელი ქართული ოცნების დაფუძნებით. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართული ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის 13 წელიწადი. ამ ბრძოლას საფუძველი ჩაუყარა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და საბადიო თავმჯდომარემ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მე თავისუფლებას მივცემ თითოეულ თქვენგანის სახელით, მას გადავუხდი უდიდეს მადლობას ქართული საქმის კეთებისთვის. ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ყავს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ჩვენს ქვეყანას ომი არ ქონია და ჩვენ გქონდა უწყვეტი 13 წლიანი მშვიდობა. ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკური განვითარების სწრაფ ტემპს. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. მთელი 13 წლის განმავლობაში ჩვენ გვიწევდა და გვიწევს უკომპრომისო ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ქართული ხალხის კეთილდღეობისთვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისთვის. გვიწევს ბრძოლა ქრისტიანობის დასაცავად, მშვიდობის შესანარჩუნებლად, ტრადიციული ღირებულებებისა და საზოგადოებრივი მორალის განსამტკიცებლად. ეს არის ურთულესი ბრძოლა, სადაც სიმტკიცის შენარჩუნების ძალას გვაძლევს რწმენა, რომ ნებისმიერი სივრცის გამოვლენა შენს ქვეყანას განადგურებად შეიძლება დაუშვდეს და შესაბამისად ნებისმიერი უკანდახევა არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე. დიდი მადლობა ქართულ ხალხს, რომელმაც გასული რამდენიმე წლის მანძილზე
გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება და სიბრძნე და მყარად დადგა საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. არჩევნებისთვის სამზადისი უკვე დაწყებული გვაქვს და რამდენიმე კვირაში უკვე ოფიციალურად გაიხსნება ჩვენი საარჩევნო კამპანია. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის. ჩვენ გვაქვს კაფეო სახელმწიფოებრივი ამოცანები. ეს არის დემოკრატიული სისტემისა და სამართლის უზენაესობის კიდევ უფრო დამტკიცება, საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, ქართული ეკონომიკის განვითარება, საქართველოს საგარეოპოლიტიკური პოზიციების გამყარება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. სახელმწიფოებრივი ამოცანებთან ერთად ჩვენ გვაქვს 2 ეროვნული მიზანი, 2 ეროვნული ქართული ოცნება. ჩვენი მიზანია კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ქართულ ოჯახში. ამიტომ ძალისხმევას არ დავიშორებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც გასული 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგების შესაძლებლობა მოგვცა. ჩვენი ეროვნული მიზანია საქართველოს გამთლიანება. გამთლიანებაში ერთი მხრივ გულისხმობთ ქართული საზოგადოების გაერთიანებას. ჩვენ ხედავთ, როგორ ცდილობენ ქართველებს გარედან თავს მოგვახვიონ ერთმანეთის სიძულვილი. როგორ ცდილობენ დათესონ სიძულვილი ყველაფერი ქართულის, მათ შორის ქართული სახელმწიფოს და ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ. ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დაიბრუნებთ გზასასწინო თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. მეორე მხრივ გამთლიანებაში ჩვენ გულისხმობთ საქართველოს ფიზიკურ გაერთიანებას. აფხაზეთისა და აფხაზების, ცხინვალისა და ოსების დაბრუნებას ერთიან ქართულ სახელმწიფოში. ჯერა რომ შვიდობით, პრინციპულობით, სიყვარულითა და მოთმინებით აუცილებლად აღვადგენთ ნდობას და ნდობასთან ერთად ერთიანობას და მით ავასრულებთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ ქართულ ოცნებას ერთიან საქართველოს. მეგობარი აქტის წარმომადგენელთა პალატაში მიღებას ეხმაურება მეგობარი აქტის ავტორი ჯო უილსონი და დასანქცირებულთა სიას აქ ქვეყნებს, სადაც საკანონმდებლო აღმასრულებელი ხელისუფლების და სასამართლო პროკურატურის მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. მეგობარი აქტი განხილვის მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ პარტიებში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აქტს დადებითად აფასებენ და განმარტავენ, რომ ეს არის პირდაპირი გაფრთხილება ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის და პასუხია ყველა იმ ანტიდემოკრატიულ ქმედებაზე, რომელიც მათ განახორციელეს. მათი თქმით, მეგობარი აქტის წარმომადგენელთა პალატაში მიღებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ აქტი რეალურად მტრული ხასიათისაა და მასში მეგობრული არაფერი წერია. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა 349-42-ის წინააღმდეგ მეგობარ აქტს მხარი გუშინ დაუჭირა. შემდეგი ეტაპის თანახმად კანონპროექტი უკვე შტატების სენატმა უნდა დაამტკიცოს. Oh, well, each 20 minutes. The chair სასამართლო სისტემის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები იმაში, სასამართლო ყოფილიყო მიტაცებული ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები შავ სქემებში ივანიშვილის და ყველა ეს ადამიანი არის პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა. საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატებში დასავლეთით მუშაობს ნორმებზე, პრინციპებზე დაყრდნობით და ასე ვთქვათ, საკუთარი ბუნება განწყობილებები, საკუთარ ყველა ამ ადამიანზე ასევე კონკრეტული მტკიცებულებები და კონკრეტული ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი გარემოებები, რამაც ისინი ამ სიაში შეიყვანენ. გადავკიდა ფაქტობრივად ყველა პარტნიორი ქართულმა ოცნებამ და თან გადავკიდა ისე, რომ ვერც მეორე მხარეს, რომ იძახის პროპაგანდა სუვერენიტეტი ხო ამ ქვეყნის, აი ამ სუვერენიტეტის და ტერიტორიული ხელისუფლების ნაწილში ვერანაირ პროგრესს ვერ მოაღწევთ. მე ხა ეს სია პირველადი სიაა, ხო, აქ ეს სია შეიცვალოს მომავალში. მთავარი არის ის, რომ ცხადად და სრულად არის ნაჩვენები მთელი ვერტიკალი, ხო, ეს არის პროპაგანდა, ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლება და ეს არის რეჟიმის სპონსორები. აი ეს ლოგიკური, ესე ვთქვათ, ჯაჭვი, რითაც ქართული ოცნება ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, ცხადად არის აქ წარმოდგენილი და ეს ლოგიკა არის ესე ვთქვათ, მკაფიო. ეს არის ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტის ორივე პალატა არის ქართველი ხალხის და ჩვენი დემოკრატიული ბრძოლის მხარეს, ისე როგორც ორივე პარტია არის განწყობილი იმისაკენ, რომ ქართველმა ხალხმა და ჩვენმა არჩევანმა გაიმარჯვოს და უკეთურმა რუსულმა ავტოკრატიამ განიცადოს სრული და საბოლოო მარცხი. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი ფასი ჩვენი პარტნიორებისთვის და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და რომ არავის არ ემეტება
იქნება საქართველოს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაიძიროს რუსულ ჭაობში. ვერანაირი მეგობარი ვერ ეწოდება იმ აქტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგაა მიმართული. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხება, მაგრამ არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ხელისუფლება, რომელიც საქართველოში არის არჩეული საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ და ამ უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს, სწორედ აქ არის მთავარი ხაზი გამავალი, როდესაც ეს გადაწყვეტილება თუ კი ის მიღებული იქნება, სწორედ რომ ამ ადამიანების ნების საწინააღმდეგოდ იქნება გატარებული და ეს რა თქმა უნდა გარე ზეწოლის და შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობა იქნება. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს აქტი კანონად არ გადაიქცევა. როდესაც ის ლობისტი, ვინც ცდილობს დააზიანოს საქართველოს, წარმოადგენს რადიკალური ოპოზიციის ჩვეულებრივ ამერიკულ გაგრძელებას, ეს არის Deep State-ის სურვილები მოახდინონ თავისუფლების მოყარული ქართული ხალხის დასჯა იმ გადაწყვეტილებებისთვის, რაც საქართველოს მიიღო არ ჩაერთო ომში, არ დააწესა სანქციები, შეინარჩუნა მშვიდობა, სწორედ ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ საქართველოზე მოხდეს ზეწოლა, თუმცა სანქციები უსაგნოა, ის ვერ მუშაობს და არც იმუშავებს მომავალში. საქართველოში მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირება და სავიზო შეზღუდვები ასეთია მეგობარი აქტის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესმა 349 ხმით მიიღო. წინააღმდეგი იყო 42 კონგრესმენი. საკითხს აფასებენ გორის მუნიციპალიტეტში, სადაც გადაწყვეტილებას ოპოზიცია ქართული ხალხის გამარჯვებად მიიჩნევს. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ვერავითარი ზეწოლა ვერ იქნება ქართული ხალხის ინტერესებზე მაღლა და მმართველი გუნდი გააგრძელებს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე, მშვიდობასა და წარმატებაზე მუშაობას. შეგახსენებთ, რომ მეგობარი აქტი გასულ წელს კონგრესის წარმომადგენლობათა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა. კონგრესმენების ნაწილის განცხადებით, მეგობარი აქტი ქართული ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის. საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. მოლოდინი გამართლდა და ეჭვის არ ეპარებოდა ქართველ ხალხს, რომ მეგობარი აქტი და თავად აი ეს მისი სახელწოდებაც რომ ამტკიცებს, რომ ამერიკა არის ქართველი ხალხის და საქართველოს მეგობარი. რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო ვილსონის მიერ რამდენიმე თვის წინ დაინიცირებული და მისი ინიციატივით შემოტანილი მეგობარი აქტი იქნა დღეს ქვედა პალატაში დამტკიცებული და ხმა მისცა 168 რესპუბლიკელმა და 191-მა დემოკრატმა, ჯამში 369 კონგრესმენმა. ეს ნიშნავს, რომ არის ორპარტიული და ორმხრივი მხარდაჭერა ამ აქტის მიმართ. ამ აქტმა გაიარა ყველა საფეხური, თითქმის ის მიმანიშნებს და ეჭვს არ იწვევს, რომ იქნება მხარდაჭერილი და ხელმოწერილი ამერიკის პრეზიდენტის მხრიდანაც. ამერიკელი კონგრესმენი ჯონ უილსონი, ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება ითქვას, რომ დიდი მოკეთი არ არის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იქნება რამენაირად ჩვენს ქვეყანას ზიანი მიაყენონ. და ეს მეგობარი აქტის, რომელიც ახლა დღეს შევიტყვეთ, რა თქმა უნდა, ეს მისი ერთ-ერთი ინიციატივა იქნება და ეს რავი რო იტყვიან ახლა ეს სანქციები ფინანსური, მერე სავიზო რეჟიმის შეზღუდვა, ვითომ მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ისე წყლის ნაყოფი მიმაჩნია მე და ბევრი არაფერის მომცემი არ არის ეს აქტი და თავარი აქ მაინც შემდეგ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა და მე ვფიქრობ, რომ ბატონი პრეზიდენტი, ამერიკის პრეზიდენტი იყო და რჩება ჩვენი ქვეყნის მეგობრად და ალბათ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, როგორც საჭიროა ისე. შიდა სახელმწიფო პოლიტიკაზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს, სხვა ქვეყნებში რა აქტებს მიიღებენ, ესე მეგობრული იქნება, არამეგობრული იქნება. ეს მთავარია ჩვენ შიდა პოლიტიკა გქონდეს ძლიერად, გავძლიერდეთ, ეკონომიკა განვითარდეს, ფეხზე დადგეს ქვეყანა და ჩვენი დამოუკიდებლობა ამას ნიშნავს. ჩვენ შიგნით უნდა ვიყოთ ძლიერები და გარეთ რა აქტებს მიიღებენ, რა თქმა უნდა, ხა მნიშვნელობა როგორ არის ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობა, იმიტომ გვჭირდება რომ ჩვენ ეს ყველაფერი გვაძლიეროს, მაგრამ ვისაც ჩვენთან მეგობრობა არ უნდა, იყვნენ კარგად.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით სადგურის მოედანთან არსებულ ბაზრობაზე, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, სადემონტაჟო სამუშაოები დაწყებულია. როგორც კალაძე თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, მუნიციპალიტეტი ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც დაზარალებულებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევენ. ხანძარი გაუჩნდა სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობას, რომლის შედეგად დაახლოებით 400 ადამიანი დაზარალდა. სამწუხაროდ მთლიანად არის განადგურებული პროდუქცია და შესაბამისად ადგილზე ინფრასტრუქტურა. იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ აგრძელებს შესაბამის სამუშაოებს. დედაქალაქის მერიამ, რა თქმა უნდა, მხისიერად დაიწყო კომუნიკაცია დაზარალებულ მოვაჭრეებთან. პირდაპირ ჩართული იყო ვიცე-მერი და ჩართული არის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე. გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც ჩვენი კომპეტენციისა და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაზარალებულებს ყველა მიმართულებით აღუთქვით დახმარება და შესაბამისი მხარდაჭერა. პირველი რაც მათ ითხოვეს, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი გახდა. მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოხო და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და აღნიშნულმა კომპანიამ შემთხვევის ადგილზე დაიწყო სადემონტაჟო და შესაბამისად დასუფთავების სამუშაოები. ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით მოვისმინეთ ძალიან ბევრი ტყუილი, ძალიან ბევრი სამწუხარო სიბინძურე, თუმცა რა თქმა უნდა ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ყველამ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. უნდა დაუდგეთ გვერდით ამ ადამიანებს, ამ ადამიანების უკან დგას ოჯახები, მათ ყავთ შვილები, შვილიშვილები და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში უნდა აღვთქვათ მათ მხარდაჭერა. გარდა ამისა, ჩვენ ინტენსიურად მართავთ სამუშაო შეხვედრებს დაზარალებულ მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფთან. მუნიციპალიტეტი ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც დაზარალებულებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს. მე მესმის, რომ ეს დახმარება ვერ იქნება იმის საპირწონე, რა ზიანიც მოვაჭრეებმა მიიღეს, თუმცა რა თქმა უნდა იქნება თანადგომა მხარდაჭერა და საქმიანობის გასაახლებლად გარკვეულწილად ხელს გაუმართავს და უკვე მზად ვართ მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ საინიციატივო ჯგუფის ჩართულობით. ვინაიდან მოვაჭრეებს ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული ასევე ბანკებში, მომხდარის გამო გარკვეული პერიოდი მოუწევთ საქმიანობის შენარჩუნება. ჩვენ მქონდა კომუნიკაცია როგორც საქართველოს ბანკთან, ასევე TBC ბანკთან და მინდა მათ პირადად მადლობა გადაუხადო მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადო თანადგომისთვის ამ ოჯახების მიმართ, რადგან რა თქმა უნდა მათი მხრიდან გამოთქმული იყო მზაობა, რომ ამ ადამიანებს, ვისაც ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული, ეკნებათ საშეღავათო პერიოდი და მხარდაჭერას აღუთქვავს კონკრეტული ბანკები, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და შემდეგ უკვე თავისუფლად მიეცემათ ამ ადამიანებს გააგრძელონ ეკონომიკური საქმიანობა, რასაც აქამდე ეწეოდნენ. კიდევ ერთხელ მადლობა როგორც საქართველოს ბანკს, ასევე TBC ბანკს. რაც შეეხება ტერიტორიის მოწესრიგების საკითხს, კონტრაქტორ კომპანიასთან მუშაობის შედეგად დადგენილია დაახლოებით ერთვიანი ვადა სადემონტაჟო სამუშაოებისა და ნარჩენების გასატანად. შემდეგი ეტაპი იქნება უკვე აღდგენითი სამუშაოები. აქაც ჩვენ უამრავი სპეკულაციები მოვისმინეთ, რაც იყო ტყუილი, მორიგი პოლიტიკური სპეკულაციები და სიბინძურე, რა თქმა უნდა,
ყველაფერი იქნება აღდგენილი. ჩვენ მქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან, რომელიც ოპერირებს აღნიშნულ ტერიტორიაზე და ამ კომპანიამ, რომელსაც უკვე იჯარით აქვს ამ ადამიანებზე დაცემული კონკრეტული ფაქტები, აიღო ვალდებულება, რომ მთლიანად მოაწესრიგებს ტერიტორიას მას შემდეგ, რაც უკვე დასუფთავდება ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის შემდეგ და რა თქმა უნდა, შემდეგ მოვაჭრეები ჩვეულებრივად გააგრძელებენ თავიანთ ეკონომიურ საქმიანობას. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს. ეს თანამდებობა სიმონ გულედანმა დაიკავა. მანამდე აღნიშნული თანამდებობა ლევან ხარაბაძეს ეკავა, რომელიც ქართული ოცნების გადაწყვეტილებით საქმიანობას ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტზე გააგრძელებს. სიმონ გულედანი აქამდე გორის მერის მოვალეობას ასრულებდა, ის გუშინ ამ პოსტზე კოტე ბუზალაძემ შეცვალა. გორის ვიცე-მერობამდე კი გულედანი შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე იყო. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს უკვე წარუდგინა. მინისტრმა ყოფილ გუბერნატორს ლევან ხარაბაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სიმონ გულედანს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ რეგიონების განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტია და რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დღეიდან შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციაზე შეუდექი საქმიანობას. მე მინდა ბატონ პრემიერს და მმართველ გუნდს უთხრა მადლობა ნდობის გამოცხადებისთვის. მოგეხსენებათ, რომ მე გარკვეული წლების მანძილზე შიდა ქართლში ვასრულებდი გუბერნატორის მოადგილის და მე გუბერნატორის პირველი მოადგილის პოზიციაზე საქმიანობდი ვახორციელებდი სამუშაოებს. მესმის შიდა ქართლის გამოწვევები და დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად დღეიდან უფრო გავაორმაგებ საქმიანობას ჩვენი მოსახლეობისა და მოქალაქეების საკითხებით. ეს მუნიციპალიტეტში და შიდა ქართლის რეგიონში განხორციელებული ცვლილებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კლანთა შორის დაპირისპირება მიმდინარეობს ქართულ ოცნებაში, ხელისუფლებაში და ერთი კლანის წასვლა იწვევს მთლიანი მისი გუნდის წასვლას. ამ ტრადიციას არ ღალატობს ქართული ოცნება, არ ღალატობს ჩვენი ხელისუფლება. ოპოზიციის რაღაც გამონათქვამებზე სერიოზულ კომენტარს არ უნდა გააკეთოს. ეს ბრძენებს უთქვიათ, ძალიხებს ქარავანი მედის. ჩვენ ქართული ოცნება ჩვენ გულს გვაქვს, ჩვენი პასუხისმგებლობა აღებული ჩვენი მოსახლეობის დამორჩევლის წინაშე და რა თქმა უნდა, ეს საკადრო ცვლილებებიც არის ამ პროცესის ერთ-ერთი ნაწილი პერიოდულად. მით უმეტეს რომ არგუმენტირებულია ეს ცვლილებები ხოლმე. ეს ცვლილებები რაც ახლა განხორციელდა, მაგალითად ბატონი სიმონი დაბრუნდა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში და დაინიშნა გუბერნატორად სახელმწიფო რწმუნებულად. მისი გამოცდილება, მისი პროფესიონალიზმი ძალიან წაადგება ჩვენს რეგიონს და ისედაც მისთვის ის ასპარეზი, სადაც იყო მცირე და უკეთესი იქნებოდა ამ პოზიციაზე მისი ყოფნა. ერთი, მეორე, ბატონი კოტე ბუზალაძე, რომელიც ვიცე-მერად დაინიშნა და მერის მოვალეობაში ასრულებს, არის ახალგაზრდა კადრი, მაგრამ მისი ახალგაზრდობიდან გამომდინარე საკმაო გამოცდილება აქვს სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობის, მათ შორის საჯარო სამსახურში.